ეს წეგან რაღაცა ეს ჩადებული იყო წეგან ჩამიდეთ ეს მეჩაკი რამე თქვენი შენ არა აი რაღაცა შაბათის მთავარის მიერ მოპოვებული ეს ვიდეო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ შესაძლოა ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად იქცეს. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებული მამაკაცი, რომლის იდენტიფიცირებასაც მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასაჯაროებთ, ისანი სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციელებს ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს. ეს ანიმტიურობა. ალკოსი ხუბაროდი და შედგოს. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ამსახველი კადრები 2024 წლის 10 აპრილით თარიღდება. შაბათის გუნდის მიერ მოპოვებული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პოლიცია მოქალაქე პეკინის გამზირზე დილის საათებში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავა. ამავე დოკუმენტში წერია, რომ სამართალდამცველებმა ოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარეს. ისანი სამგორის მთავარი სამმართველოს დეტექტივი თემურ ბერიაშვილი, რომელიც ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, გამოკითხვის ოკში ყვება. 2024 წლის 10 აპრილს ვიმყოფებოდი სამსახურში და ვასრულებდი ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობას. რა დროსაც მივიღე ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა პირი, რომელსაც თან ჰქონდა სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება. არაფერს არ გეუბნები, რაც გინდა თქვენ. არ გეუბნები და არაფერს რაც გინდა თქვენ. არ გიწევთ ნამდვილად შვიდა. ეს საშუალება რო იმუშაო. ხო, ეგან ჩამიდეთ ეს მეჩაკი. საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულებიდან ირკვევა, რომ ზედაპირული ჩხრეკის შედეგად ერთ-ერთი დეტექტივი, რომელიც ამ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობს, დაკავებული პირის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან მუქი ფერის ნაჭერში გახვეულ სამ ცალ მოთეთრო აპს იღებს, თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში საინტერესოა თავად დაკავებული პირის პოზიცია. უარი ჩაწერილი ვიდეო და ჩაწერილი. ამოგებული ასევე რაც პოლიცია ჩამიგდეს და ამოვიდა თქვენი ჩადებული თქვენი. დაკავებული პირის მტკიცებით პოლიციელებმა ის პეკინის გამზირზე ამ ვიდეო კადრების გადაღებამდე რამდენიმე წუთით ადრე გააჩერეს და მისი მტკიცებით სწორედ მაშინ ჩაუდეს მას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება. ეს ეხლა რასაც იღებთ ეს არის მეორეჯერ დაგმული სპექტაკლი. პირველი გაჩერება არის გადაღება. თავად არ აი ზაფხულს ისა ყველასაც იღებთ თუ დეტექტივი ცოტნე ირემაშვილი და დეტექტივი გიორგი კოღუაშვილი სწორედ ის პირები არიან, რომლებიც პირად ჩხრეკაში მონაწილეობდნენ და რომლებსაც ბრალდებული ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს. ერთ-ერთ დეტექტივს მობიურზე დაუკავშირდით. ბატონო თენგის, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც რამდენიმე თვის წინ თქვენ პეკინის გამზირზე დააკავეთ, რომელსაც საგამოძიებო უწყება ედავებით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვას, გადანაშაულებთ, რომ სავარაუდოდ თქვენ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეთ ამ მოქალაქეს. სულ ინფორმაცია გაქვთ რა. თქვენ მონაწილეობდით ამ საგამოძიებო მოქმედებებში? დამატებით ინფორმაციით ვიმართეთ პრესამსახურიდან. მე არაფერში არ მონაწილეობდი და აზრზე არა ვარ აზრზე დავუყო. ნარკოტიკის შეძენა შენახვისთვის დაკავებული პირის უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ სამართალდამცველების მიერ გადაღებული ვიდეო კადრები, რომელიც ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, ნარკოტიკის ჩადების შემდეგ არის გადაღებული და შესაბამისად რეალობას არ ასახავს. მანქანაში ამოულაგეს ყველა ნივთი, მათ შორის დაკაცილი ხვირსახოცი. ეს ხვირსახოცი გადააწოდეს გარეთ მდგომ პოლიციელს მანქანიდან, მანქანის გარეთ მდგომ პოლიციელს შიგნით ყოფან პოლიციელებმა. და ცოტა ხანში ეს გარეთ ყოფ პოლიციელი შიგნით აწვდის უკვე დაკუჭულ ხვირსახოცს და უდებენ ქურთუკის გარემარჯვენა ჯიბეში მას ყველა ნივთს ულაგებენ ისევ ჯიბეებში, გადმოყავთ ძალით, აყენებენ ჩიხში და უტარებენ პირად ჩხრეკას. პირად ჩხრეკის ვიდეოში ჩანს, რომ ფორმალურად ხელებს უფათურებენ და პირველივე ხელის ჩაყოფაზე უღებენ ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ნარკოტიკს, რომელიც შემდგომ დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდება. უფლებადამცველის მტკიცებით, იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მანკიერ პრაქტიკად ჩამოყალიბდა. მისივე მტკიცებით, მოსამართლეები ძირითად შემთხვევაში სწორედ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობიან და მათ მიერ წარდგენილი ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით იღებენ გადაწყვეტილებებს. ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მოიპოვონ ნეიტრალური მტკიცებულებები. მათ, რა თქმა უნდა, გამოიგონეს ახალი მეთოდები. სამი ძირითადი მეთოდი არსებობს, ეს არის რომ ჯერ ჩაუდო და მერე ჩაატარო ინსცენირებული შრეკა და ამ დროს გადაიღო შრეკის სამსახველი ვიდეო ფაილი, რაც ამ შემთხვევაში მოხდა. ასევე არსებობს მეორე შემთხვევა, მათ მიყავთ ნეიტრალური მოწმე და კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის თანამშრომელი, მაგალითად ნარკოლოგიური ექსპერტი. და ამბობენ მე პროცესზე, რომ გადაღება საჭირო აღარ გახდა გამომდინარე იქიდან, რომ ნეიტრალური მოწმე ესწრებოდა შემთხვევას და მესამე შემთხვევა, წინააღმდეგობას უწევდა დასაცავი პირი, ვერ ამოიღეს მობილური ტელეფონი და არ ჰქონდა სხვა გადასაღები მოწყობილობა. პირი, რომელსაც ნარკოტიკის შეძენა შენახვას ედავებიან სასამართლოს საბოლოო განაჩენის მოუდინშია. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაირკვევა, გაუშვებს თუ არა მოსამართლე მას მრავალწლიან პატიმრობაში.